მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კოლეგებო. მაგალითად, საკრებულოს თომი დღის ეს სულ არის სამი საკითხი. პირველი საკითხი სოიიპო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის სამეურნეო საბჭოს მიერ წარმოქმნილი ინიციატივის განხილვის თაობაზე. მეორე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახელების საერთო-კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ. დასახლების საერთო-კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების თაობაზე. მესამე საკითხი მუნიციპალიტეტის ორგანოების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსნებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პრაქტიკულად გამოქვეყნების წესისა და პრაქტიკულად გამოსაყენებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღების შესახებ. მეოთხე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ნომერ 53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მეხუთე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მეექვსე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მეშვიდე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. მერვე საკითხი გარეკლამის სანებართო მოწმობის როგორც კაცი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების აღრიცხვა ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. მეცხრე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე 5008 კვადრატული მეტრი არასაშობლო სამეურნეო დანიშნულების მიზნის ნაკვეთის სოიიპო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. მეათე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრებისა ოჯახთა საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის ნომერ 23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მე-11 საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამაურების ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე 1780 კვადრატული მეტრი არასაშობლო სამეურნეო დანიშნულების მიზნის ნაკვეთის სოიიპო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესრულების გეგმის შესრულების თაობაზე მუნიციპალიტეტის განკარგულების ანგარიშის შესახებ. მე-13 საკითხი სოფლის მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხის განაწილების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. ეს არის პრაქტიკულად 13 საკითხი. ბატონებო, ვინც ხართ მომხრე აი ამ სახით იმუშაოს საკრებულო პროტოკოლის აწევით ამიდასტურებს. მადლობთ. დინანდები. გადავდივართ პირველ საკითხზე. ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლიო საჯარო სკოლის სამეურნეო საბჭოს მიერ წარმოქმნილი ინიციატივის გახდების კალენდარზე. პირველ საერთოდ ბატონი ჩემო კოლეგებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ დღეს ვესწრება ქალბატონი ციური ბაზოდამინიას დედა. ალბათ დიდი პატივია ჩვენთვის დღეს განვიხილოთ ის საკითხებსაც ეროვნული გმირის სახელის მინიჭება სკოლისთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის შევა საქართველოს ისტორიაში უფრო სასწავლებით, ეს არის სიამაყე, თითოეული ჩვენთაგანის სიამაყე, თითოეული ზუგდიდელისათვის და ალბათ დღეს ზუგდიდი მიიღებს ისტორიულ გაწყვეტილებას საკრებულო, რომ აი ამ ადამიანის პატივსაცემად კიდევ ერთხელ სკოლას მივანჯეთ მის სახელს, რომელიც დარჩება ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილის მისი სახელი. ამიტომ ჩემი ხომა იქნება, სანამ ბატონო ეროდის სიტყვას გადავწევთ. თუთი ერთდროულად პატივი მივაღოთ ამ ადამიანს სკოლაში. მადლობ. კალბატონციური დიდი მადლობა ასეთი ადამიანის ყოველთვის და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენი და თქვენი დაკავშირებით. მოგესალმებით ყველას. პირველი საკითხი ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზუგდიდის საჯარო სკოლისათვის საქართველოს გმირის საზოგადოებრივი სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სამეურნეო საბჭოს მიერ წარმოქმნილი ინიციატივის განხილვის თავობად. როგორც მოგეხსენებათ, გამიზრდა რომ სოფელ ზუგდიდის საჯარო სკოლის სკოლამ შემოვიდა ინიციატივით რომ აღნიშნულ სკოლას მინიჭებოდა ეროვნული გმირის საზოგადოებრივი სახელი. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები განხილული იქნა და ანგარიშების სახით ეგრული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც წარმოდგენილია აქ. აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ გამშვიდობოთ ეს საკითხი ბატონო ვინც არის კონკრეტულად სოფელ ზუგდიდის საჯარო სკოლას მიეჯოს ეროვნული გმირის საზოგადოებრივი სახელი ხელმძღვანელი დამნაშავე. მადლობ. შემდეგი. მადლობ. ზუგდიდია მაგას მიულოცოთ. ბატონო. აი სკოლას და მაგას ისეული ადამიანის მაგას ეროვნული გმირის სახელი და გვას უნდა ადარებდეს და სადაც ამოდელი სკოლა არის და იმ სკოლას კიდე უსულოთ წარმატებები და ასეთი მომავალთაობა ბევრი ავდილი იყოს აი ამ სკოლას სადაც ზოგადადია გადაგა. მიმალობა. შემდეგი სამეცნიერო უნდა ამის მოხდეთ. ბატონო თუ თქვენი სურვილი აქვს შეიძლება თავისუფალი დანდებით. სკოლის დირექტორს სკოლის პირველსაც მოგონდა რომ ხალხალბატონციური სასწავლებლის საფსკესის ძალიან ისწავლათ ინაჩნია ჩემი თავი და პატივდადებულად რომ წარმოადგენთ ეს სკოლას რომელსაც დაზარდათ ბატონო საზოგადოებრივი ეროვნული გმირის საკითხებზე ბევრი კარგი ადამიანი მასანერთა და სამომავლო პედაგოგიური კოლექტივი გეოდეზიის პასუხად და სკოლის ადმინისტრაცია ძერტის პირობას რაღაც პიონერული გამომდის, მაგრამ ძერტის პირობას რომ მრავალი გაიზრდება კიდევ ასეთი ჩვენს კედლებში ძალასა და ღონეს არ დაეშურებს სოფელ ზუგდიდის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, რომ თავადაც უპასუხოს ახალი გამოწვევა. დიდი მადლობა. მეორე საკითხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სახლების ერთობლების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ უზრუნველყოფის მუნიციპალიტეტის საკითხის დადგენილების მიღების თავაზე. ბატონო ეროვნული როგორც არაერთხელ აღნიშნულ ორგანულ-კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მიღებული იქნა დასახლების საერთო კრების ცნება და დებულება იქნა შემუშავებული და აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს დებულება განსაზღვრავს დასახლების საერთო კრების უფლება-მოსილების, მისი მოწვევის, კრებაზე საკითხების ინიციირების, პენდენციის გამართვისა და საქმიანობის წესების, საერთო კრების რჩეულის უფლებებისა და მოვალეობების, საერთო კრების რჩეულის არჩევისა და საერთო კრების საქმიანობის დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს. ახალი ცნება შემოტანილი ჩვენ აღნიშნული საკითხის გამოტანილი ჰქონდა და დაგანებული ჰქონდა ფედერალურ ადმინისტრაციის წარმოებაზე წინადადებები და შენიშვნები საკუთრებული შემოსული არაა. უბრალოდ ქვეყანას დავინებული გქონდა გამომრჩევლობა ფრაქციებში კომისიის სტუმრობაზეც წარმოდგენილია აქ პროექტი რომელიც განსაზღვრავს დასახლების ცნებას და ამომრჩევლებზე 500-მდე, 500-დან 2000-მდე, სადაც მითითებულია, რომ დასახლებები სადაც 2000-ზე მეტია, ძირითადად ფაქტიურად მოვალოთ საარჩევნო უბნებს და ამის შედეგად შეიქმნება ცალკეული დასახლება. აი მაგალითად ნაითური თუმცა განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლება მას საარჩევნო უბანს მოარგებს და საარჩევნო უბანზე 1000-ზე მეტი წევრი არც ერთ საარჩევნო უბანს ვერ გვაქვს ამასთან დაკავშირებით დახელულია საკითხი. რაც შეეხება ამ საერთო კრებას, იგი განიხილავს სოფელში, სოფლის წინაშე მდგარ იმ საკითხებს, აქტიურად იმ საკითხებს, რომელსაც იხილავს საკრებულო, მაგრამ სანამ საკრებულო განიხილავდეს, დაინიციატივები გააჩნია ადგილზე და ხელს უწყობს მოსახლეობის ჩართულობას იმ პრობლემების განხილვაში, რომელიც სოფლის წინაშე დგას და აღნიშნულის გამო, საკითხების გამო მიღებულია წესი, რომელიც თქვენ წარმოვიდგენილი გაქვთ, თუ ვინ შეიძლება მონაწილეობდეს ამ კრებაში, გარდა იმ პირებისა, რომელიც ამომრჩეველია თვითონ ამ უბნის, იმავე ტერიტორიაზე ქონების თუ ვინმე დარეგისტრირებული ქონება გააჩნია სათათბიროს მისულება, ასევე შეიძლება მონაწილეობდეს ის პირებიც, რომელიც თუმცა ჩაწერა არ აქვს, მაგრამ ფაქტურად ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. არ აქვს უფლება ცალკეული უბნების მიხედვით ჩატარებული კრების დროს ერთ უბანში მონაწილე პირს მონაწილეობა მიიღოს იგივე საკითხთან გამოსვლაში მეორე უბანში ჩატარებული კრების დროს. თვითონ კრება ირჩევს რჩეულს, რომელიც მართავს კრების უпростоდად ასრულებს იმ დავალებებს, რასაც კრება მას მისცემს კრების მოწვევიდან მოწვევამდე. ანუ 6 თვის განმავლობაში ერჯერ რომ შედგეს კრება, ორჯერ უნდა შედგეს წელიწადში, 5-ჯერ შეუძლია ზედიზედ იყოს სოფლის რჩეული, ანუ იგივე კრების თავმჯდომარე. 5-ის შემდეგ აუცილებლად დადგება საკითხი მისი გადაყენების თვალსაზრისით. გამგეობა ამზადებს ბიულეტენს, რომლითაც ირჩევა რჩეული. თუ ბიულეტენში შეტანილია 2 წევრი, მაშინ ჩატარდება ფარული კენჭისყრა, თუ ერთი წევრი იქნება კანდიდატურა, მაშინ შესაძლებელია ღია კენჭისყრით მიღება აღნიშნული საკითხი. ყველა ეს წესები, რომელიც აქაა წარმოდგენილი, ჩვენთვის სიახლეა და ალბათ ცოტა განმავლობაში უფრო მეტად დავხვეწავთ ამას, ფაქტიურად მოვალეობები მოგვეჩავერთოთ და ამიტომ გამომდინარე რეგულირება ამასთან დაკავშირებით. დაგულებოთ და გენდება, რომელთაც კომუნისტებთან მოვალეობები დანიშნულსაც და ის სამოქალაქო
კითხვები გაქვთ რაიმე შემიძლია პასუხი მომდეში ბოლოში ძალიან დამაყურებლებო კითხვები ევაქსეთი რომ დავით თუ აღგენების პრეამბულაშია ტექნიკური ხარჯები 95 უფლებში პრიმა უნდა იყოს უთითებული მეორე და მეხუთე პრიმა ეს არა ამტვირთავს სანამ მასში ჩავასრულოთ აღგენების თვითონ პრეამბულა სადაც აღარლების საბუჯველია 852 და 855 უფლები გამოდის ასე და ეს უნდა იყოს პრიმა კი, პრიმა უნდა იყოს, ანუ 2 და 5 პატარად უნდა იყოს, როგორც პრიმა მითითებული. ეს აღგენლებას აღგენებაში არის კი, ოქში დაფიქსირება გამოჩნდა. 71 უფლებს, მეორე ნაწილის 852 უფლებს. პრიმა უნდა იყოს, 95 მეორე და 25 მაქსიმალიზა თანი. პრიმა უნდა იყოს ორიანი და ხუთიანი. სხვა შეკითხვები როგორია? აგიჩება ის მომხრე ხართ რომ დადგენილება მიიღოთ. აი ამ საფუძვლად მოსულάει კონსულტანტები დამდგმელობა. მადლობ წინანდები. მადლობ. დავდივართ ისეთის მესამე საკითხზე, ეს არის მუნიციპალიტეტის ორგანოების დაწესებულებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებების წესისა და პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ. და დადგენილება მიღებულია თან წარმოდგენდა ანუ ბაზელია, როდი და რანაშენი შანშანში გამოსულა. ანუ მე მაქვს ერთი მოთხოვნა რომ 2014 წლის 3 სექტემბერს მიღებული გვაქვს აღგენილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყოველს ეხება საგრებულოს და გამგეობაში არსებული ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამიტომ ეს დადგენილება უნდა შეეხოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და არა მუნიციპალიტეტის ორგანოებს. საჭარია აქ მე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. არა, მუნიციპალიტეტის ორგანოებს და დაწესებულებებს. მუნიციპალიტეტის ორგანოებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ IP-ებს და შებესებს უნდა ეხებოდეს. ამოგვიყვება სამთავროებია. ასევე ტექსტით შემდგომში. მხოლოდ არასამეწარმე იურიდიულ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უნდა ეხებოდეს მხოლოდ. იქ ეს ფაქტი გვაქვს, კი, რა თქმა უნდა. მუსლიმი სიტყვა ორგანოებია, ამოიღუდა და სამთავროებია. სათავეში და მთელ ტექსტში. კი, ოქში დაფიქსირება ცირა. ათაფის დროს ყურადღება მიაქცია. ორგანოები ამოიღუდა. ვინც მომხრე ხართ? აი ამ შენიშვნის საკითხი რომ მიიღოს დადგენილება კონკრეტულად დამიდასტურა. წინანდები მეოთხე საკითხი უზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამხობის შესახებ უზურგეთის მუნიციპალიტეტის სამეურნეო 2015 წლის დეკემბრის დეკემბრის ნომერ 53 დადგენილების სრულიად შეტანის თავაზე. ბატონ გიამამაგაშვილის მოგესალმებით. საქართველოს თავმჯდომარის 2016 წლის 15 თებერვლის ნომერი 265 დადგენილებით სოფლის ხარდაჭერის პროგრამის სპორტი უზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი იქნა 1,404,547 ლარი. მოგეხსენებათ შესაბამისად აღნიშნული სახე უნდა ასახავს ეს ბიუჯეტში. შემოსავლების ნაწილში
კაპიტალური ტრანსფერის მუხში და შეეხება ხარჯის ნაწილს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოკლე გვაქვს ინფრასტრუქტურის პრიორიტეტში და შესაბამისად ეთახა მთლიანად ავსახებ არაფინანსურ აქტივებში. კომისიაზე, ბიუროზე მეთქე წარმართება პროექტი, როცა დამთავრდება სოფლებში კრებები, სადაც გამოყალიბდება პრიორიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ხარჯის შესაბამისად არაფინანსური აქტივები და შემდეგ მოხდება ამ სახების გადანაწილება, ის იქნება ადმინისტრაციული შენობები, იქნება გზები თუ სხვადასხვა. ეს უკვე ტექნიკური თემა იქნება და მაგალითად საკრებულოს უკვე გარშემო კომისიის აღარ შეგაძლია. ეცვლება არის მხოლოდ ვინც მომხერხარ რომ იყო დადგენილება და შეტანება სრულება. თოთ ხელსაწყოები დამიდასტურდა. მალო წინანდელი. მალო მეყუთეს აგიხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განყოფილების მიღების თავმჯდომარე. გია გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ინფორმაციის კონდაქციის რომ შესაბამისად განხილული იქნა კომისიის ინფორმაცია ბიუროზე წარმოდგენილი არის ჩვენ წინაშე უბრალოდ არ მინდა თავი შეგაცნოთ დეტალურად ახსნისათვის, მხოლოდ რამდენიმე ცირს დავასახელებ თქვენის ნებართვით და შემდეგ ხუთი შეკითხვები გექნება დათავად. მოკლედ გეტყვით, რომ გასული წლის ბიუჯეტი ჩვენ დავიწყეთ 7,15,100 ლარი, სულ გახორციელდა წლის განმავლობაში 17 ცვლილება, ამ 17 ცვლილებაში შედის როგორც 2014 წლის ნახშის განმოტანა, ასე სპეცანგარიშის გაუქმებით განმოტანილი თანხები, შიგა გადაადგილება, რომელიც ბიუჯეტს აღზრდიდა, სექიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოყოფილი 39 განკარგულების თანხებში ცვლილებების ასახვა და სასიამოვნო მინდა აღნიშნო აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდამაც მის საფუძველზე ჩვენი ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობების ასახვა და შესაბამისად ბიუჯეტის ნაწილის ზრდა. საბოლოო ჯამში მინდა შედარებისთვის კიდევ ერთი ციფრი მოგიტანოთ, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა წლის ბოლოსთვის უკვე 7,14,000-დან ფაქტიურად ზუსტად გეტყვით 20,231,800 ლარი შეადგინა და ეს უპრეცედენტოს და არის პროცენტულად ერთმაჩვენებელი 298,9% შეადგენს. ძირითადად ჩვენი ბიუჯეტის ზრდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოდან შემოსული ტრანსფერების ფონდზე მოხდა, მაგრამ არ შეიძლება არაობიექტური იქნებით არ აღნიშნოთ, რომ საკუთარი შემოსავლებითაც უპრეცედენტო ზრდა ჰქონდა ადგილობრივ ბიუჯეტში, იმედი მაქვს ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. თუ შემიძლია დეტალურად გითხრათ შემოსულობები მუხლობრივად, როგორც ციფრობრივად, ასე პროცენტულად რანაირად შესრულდა ძირითად პარამეტრებში და მაგრამ მინდა ძირითადად 5 დიდი პუნქტი გითხრათ. გადასახელებიდან 1,569,000 ლარია შემოსული, ტრანსფერებიდან 14,29,200 ლარი, სხვა შემოსავლება 1,07,100 ლარი შეადგინა, არაფინანსური აქტივების კლებიდან 277,100 ლარი მივიდა, ხოლო შემოსავალი ნაშთებიდან 3,299,400 ლარი. იგი იყო ჩვენი შაშანდელი წლის ბოლოს ბიუჯეტის 20,251,800 ლარის ნაშენებელი. მე რომ შეგიტყვისთვის ასეთი იქნება
ინფორმაციას დამატებით წარმოგიდგენთ კიდევ ჩვენს სარეზერვო ფონდთან მიმართებაში გამგებლის, იმიტომ რომ მე ანგარიშის აუცილებელი იყო ამ ციფრის წარმოდგენა, აქაც ძალიან მოკოლედ სულ გასულ წელს იცით რომ თქვენ ხოდა გამგებლის სარეზერვო ფონდში დახარჯული იქნა 153,572 ლარი. ისიც მოგეხსენება ყველას, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამგებლის სარეზერვო ფონდიდან შეფერა და უაღრეს დაწესებულებული მოსახლეობის, როგორც მედიკამენტების დახმარებას, ისე სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას, მაგ ორი კუთხით საგარანტიო წერილებითაც, ისეც ხდებოდა თანხების ჩარიცხვა და არის მხოლოდ ნაწილი, მე უბრალოდ მაინც ჩამოვიწყდეს რომ იცოდეთ, სახობრივად გეტყვით ამ დიდი სახიდან 15,691 ლარი, რომელიც ძირითადად გახარჯული იქნა ცოტა სხვა კუთხით, რა თქმა უნდა, ეგ არის სარიტუალურ ხარჯებზე დახმარების კუთხით წავიდა თანხები, მოხდა სკოლის ღონისძიებების დაფინანსება, სწავლის ქირა, შემდეგ ჩვენი ანსამბლებისთვის, კონცერტებისთვის, ფესტივალებისათვის, ტრანსპორტირების ნაწილობრივი დაფინანსება, მოგეხსენება, რომ შოხატაუში გაიხსნა იუდიტა ჩერკოთის სახელობის ბიბლიოთეკა, აი მოხდა ჩვენი გამგეობის სახელით გადაცემა საჩუქრის, დაფინანსდა კარატის, ჭიდაობის, გუნდების გამგეობის ხარჯები, აქედან სარეზერვო ფონდიდან მოხდა საკრებულოს მიერ დაწესებული საპატიო მოქალაქეების ჯაგრებულობის ხარჯების გაცემა, მოხდა ხეების ფინიშების მარკირება და ასევე ორი პუნქტი მინდა კიდე განსაკუთრებით შესაძლებელი შესაძლებლობის მქონე პირებზე საახალწლო ღონისძიებებისა და ისე ასიანი საჩუქრების გადაცემა. ბატონი გურის სიხარულის დაჯილდოება, მე კიდე აღარ დავწევდები, მე უბრალოდ მინდოდა თქვენ ვცოდნოდათ, რომ ძირითადად მაინც გამგებლის სარეზერვო ფონდი მიდის იმ კუთხით, რასაც ქვია ჩვენი შეწივრებული მოსახლეობის კიდევ უფრო გვეცილდება და პლუს კიდე ჩვენ იქი ასო გავაკეთეთ დადებითად ის შედეგებს ვставით, კიდე არის ის, რომ წინასწარმეტყველზე ვიყავით მობილიზირებული საკმაოდ ტექნიკით, უზრუნველყოფილი და ჩვენი დისციპლინებაც ეს მოკლე ანალიზი სარეზერვო ფონდის ხარჯებასთან დაკავშირებით. თუ რაიმე შეკითხვა დაგაჩნიათ გასული წლის ბიუჯეტთან მიმართებაში, სათავად იყავს ხო დეტალური ანგარიში წარმოდგენილია და ფაქტურად დეპუტატებს დასწავლებს. შეკითხვები ვარ, ვინც მოხერხat რომ გასული ბიუჯეტის განში შეფასებას დამამყარებლად ხორცელს დაწერილებდა. წინამდელი მადლობა. მეექვსე საკითხი შეიძლება ბატონო ხალხის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო პრაქტიკების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმარტების მიღების თავაბრად ბატონო დავით. გამგეობიდან შემოვიდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რაზეც იმსჯელა კომისია. ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზების მიზნით მიზანს შეწყვეტილია აღნიშნული უძრავი ფონდების პრივატიზება აუქციონის წესით. თქვენთაგანს გაგაჩნიათ წინეს ნუსხა. კომისიურად ყველასთან შეხვედრები ჰქონდა და თუ ვინმეს რაიმე შეკითხვები გაგაჩნიათ, შეგვიძლია გასვლა.
შეგიტყვევი ამ ზოგადად ხალხია. როგორ? ვინც მოხერხათ რომ აი ამ საკითხებზე მივიღოთ განკარგულება, ხო, კონსტიტუციური გარდასწორება. წინამდეგი მეშვიდე საკითხი ბატონო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების პროგრამისა და გარე რეკლამის განთავსების პროგრამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწერის ყოველდღიურ ბატონ მარჩილ ხოლმე მოგესალმებით. ჩვენი ციფრო ჩვენ მუნიციპალიტეტში ასო უნიზერები ფუნქციონირება და ასაკუთრებების ზუსტია ზოლში აი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მიღებული იყო წინა ოქროვის აღებულს მიერ აი გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით აღიარება და საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ძირეული ცვლილებების შედეგად ამ გამგებლობამ დაკარგა თავისი აქტუალობა ამუნია და მის წესში დაგარო შესაბამისობაში მოსულიყო საქმიანობა ამ კუთხით და გამომდინარე აქედან შემუშავდა ამ გარეკლამის განთავსებისათვის და მისი მიღების დაბადის მიღების პარალელზე ამერიკის პროექტი. ერთ-ერთი არის ძირეული ცვლილება წინა აქთან მიმართებაში ის არის, რომ ეს არეკლამო ადგილები, რა თქმა უნდა, გეგმით იქნება დასაზღვრული და ეს ადგილება ამასაც ასახავს და განსაზღვრავს, რომ უნდა შემოჩავდეს არეკლამის გავრცელების გეგმა და თითოეული ნებართვა ამ საერთო ადგილებისათვის გაიცემა აუქციონის წესით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა დაინტერესებული პირს ეკნება კონკურენტული გარემო იმისათვის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოიგოს რეკლამის განთავსებისათვის შესაბამისი ადი რა თქმა უნდა, ეს ახალი ინოვაცია და დავით, რომ მხოლოდ აუქციონის წესით შესაბამისად ნებართვას მიიღებს ის ადამიანი, ვინც ყველაზე მაღალ ფასში თავაზობს მუნიციპალიტეტს და უკეთეს პირობებს ამის და უბრალოდ ყველას ექნება ადმინისტრაციულ წარმოებაზე ეგება ეს საკითხი და ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ერთოს ამართლის ვინდირებს ეწამლებს ყველა შეიძლება საკუთარი მოსაზრების წარმოდგენა აი ამ ვადაში. კი, ნუ რომ ვარიქსონაზე მივიდეთ ამ. კარგი, სავარაუდოდ ვიდეოს ნაირი ჩვენ ვიდეოები გამარჯვებით პარაჩი რომ 6 აპრილი იყოს 2016 წლის. ვიდრე რომ ამას წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჭირდება. თუმცა რომ აი ის საბურავი სეზონის დაწყებამდე ჩვენ აბსოლუტურად ორგანიზებულად შევხვდეთ ამ საკითხს. ადგილი მდებარეობას მუნიციპალიტეტზე. ჩვენ დავადგეთ, რა თქმა უნდა, აქ წერია ბატონო ბოჭარო გეგმას და ვახურის ანში როცა ეს დადგენილება ამოქმედება დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩვენ გვექნება ეს არეკლამის გავრცელების გეგმა, რომელსაც ასევე ამგიცემს საკრებულო. ვინც მოხერხათ რომ იყო განკარგულება და იყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აი ამ საკითხებზე, თორ ხელსაწყოები დაიმსახუროთ. ინამდვილ მადლობთ მერვე საკითხი, რომელიც არის გარე რეკლამის სანებართო მოძრაობის როგორც კაცი აღნიშნვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების ამბობს კონგრესის წესის დაფიქსირების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროგრამაზე. ეს ამ დადგენილების მიღების საფუძველიც ამბიროებულია გამომდინარე რომ ჩვენ
შემოვიტანეთ რეკლამის გავრცელებაზე აღგენების პროექტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყველა ნებართვა, რომელიც ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონით რეგულირდება და თვითონ ერთეულში შეგვიძლია შემოვიღოს, ეს არის ეს ნებართვა თვითონ როგორც დოკუმენტი არის. კაცრი აღებისთვის დოკუმენტი, მას ესაჭიროება განათლების სამინისტროსთან და შესაბამისად ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება. ანალოგიურად თქვენ ხედავთ ეს ფორმა და ფორმის პროექტი შემუშავებულია. აუცილებლად ეს დადგენილების პროექტი განსაზღვრავს აღრიცხვა ანგარიშგების წესს, უფლებამოსილ ორგანოს, ინატანულებს, ამის აღრიცხვას, დღეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს დადგენილება დგება ადმინისტრაციულ წარმოებაზე და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩვენ გადავგზავნებთ ამ დადგენილების პროექტს ფინანსთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს. მედია ამ ვადაში მაგრამ ვიღებთ ამ ფორმის დარასტურებაზე თანხმობას. ასევე აი ბატონო, ის კაცო რომ მაგარგულება რომ აი საერთოდ საერთოდ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებაზე ხოლმე ალბათ წინამდეგი გადავდივართ მესვე საკითხზე, ჩვენ ბატონო, უზრუნველყოფის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მედიის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე 5008 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიზეზ ნაკვეთის ნაკვეთის სახელმწიფო ფონდების ეროვნული საკუთრებაში გადაცემის შესახებ. უზრუნველყოფის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კი ბატონო, აღნიშნული ზეწონა ჩვენ საუბარი შესაბამისი კომისიასთან კონსულტაციები. აღნიშნული მიწის გადაცემის საფუძველი არის ის, რომ ეს მიწა უნდა გადაეცეს შემდგომში მართლისათვის და განმარტისათვის სახელმწიფოს და სახელმწიფო გადაცემის შემდეგ სამომარაგების კომპანიას და საბოლოო ჯამში ისიც მინდა დავამატო, რომ როგორც იგეგმება მუნიციპალიტეტი წარმოებარებს ამ ფუნქციას თავიდან ბოლომდე თქვენ იცით, რომ ჩვენ დავაფუძნეთ შპს და ანაირად სახელმწიფო ფონდება სახელმწიფო თუ გადავწევთ ამ ფუნქციას ამ დროში მაქსიმუმ ალბათ როგორც ჩემი ინფორმაციით 2021 წლამდე ყველაფერი მაინც დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს, ასე რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის და აუცილებელია, რომ საგრებულომ იყოს აღმოსვლა დაკავშირებით აღწევილება, რომ უნდა არ შეიძლება რომ სახელმწიფო აი ეს სუსუიპი სახელმწიფო ფონდების ეროვნული სააგენტო იყოს მესაკუთრე ფონდების, რომ სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა იყოს ამბაგურება და რა სააგენტოსთვის. მესაკუთრე არ შეიძლება იყოს მესაკუთრე არის სახელმწიფო, რომ შეგავაცემ სახელმწიფოს და სახელმწიფო გადაცემ შემდეგ სახელმწიფოს სახეს გადაცემია. სუსუიპი არ უნდა, სუსუიპი არ შეიძლება იყოს. არ უნდა, სახელმწიფოს უნდა გადაცემ ჩვენ. სახელმწიფოს გადაცემ სუსუიპი გადაცემ შემდეგ. სუსუიპი გადაცემს მერე თვითონ წარმომადგენლების კომპანიას. ის და არეგისტრირებს ამას როგორც სახელმწიფო ფონდებად. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოს. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აი შეგეთქვა გვაქვს ვის მოხერხართ როგორც განკარგულება რომ საქართველოში იქნას გადაცემული ეს თუთა შეერთოს კვადრატული მეტრი კოთხელ წადები დამედასრულო ალო წინამდეგი გადავდივართ მეათე საკითხზე. ეს არის უზრუნველყოფის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრე პირთა ოჯახთა სასწაულში უზრუნველყოფის შესახებ უზრუნველყოფის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის ნომერ 39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თავაზე გადამოარჩინა. დიახ, ადმინისტრაციული საკრებულოს წევრებს მოეხსენება, რომ
ჩვენ მივიღებთ ადგენილება 20 ნოემბერს, რომელიც შეეხებოდა ზუსტად ფიქსირებული მოვლენების შედეგად შენებული ზიანის მქონე ოჯახებისათვის, უსახკაროებისათვის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცხოვრები იმ ოჯახებისათვის, სადაც დაუსახელესი პირობებია და ფაქტობრივად ამოწესრიგებულია საფუძვლები. აი ეს კრიტერიუმები ჩვენ პრაქტიკამ აი ამ ხნის განმავლობაში გვაჩვენა ეს განევა, რომ ირაკლიც ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი რომ ბევრ ადამიანს იმ ადამიანებს ძირითადად და იმ ოჯახებს, რომლებსაც სტიქია მიაგენა ზიანი შესაბამისად 400-მდეა ეს გამონათვალე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მაგრამ ძალიან ბევრს უჭირს შეცვლა საცხოვრებელი ადგილის, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გააჩნია სასოფლო სამეურნეო სავარგულები და უძლელდება გატოვება ამ ადგილების მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სპეციფიკური ცხოვრება და ამავდროულად გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ჩვენს მიერ იყო მოთხოვნილი ამ გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენაც ჭირს და აქაც საკამათოა ეს ჩამონათვალი ამ ოჯახებისა და აქედან გაუმდინარე თქვენ იცით რომ 90-მდე ვინა აი საცხოვრებელში უბრალოდ დისკრეციული უფლებამოსილება მიენიჭება ამ დადგენილებით, ამ ცვლილებით სამუშაო ჯგუფს. რაც იმაში გამოიხატება, რომ სამუშაო ჯგუფს მიეცემა უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ ცალკეულ შემთხვევებში, გამონაკლისს შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება და გამგებელს ამა თუ ოჯახზე წაუდგინოს შესაბამისად მოტივირებული დასაბუთებული დასკვნა. აქ წერია 25% და ჩვენ შემთხვევაში რომ გავიზარდა ეს 30%-მდე, ანუ 90 ოჯახიდან 30%-ს არის საკუთარი შეხედულებისამებრ, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების პარალელში მიიღებს სამუშაო ჯგუფი. ანუ აქ იყო საუბარი იყო დასკვნები ამ ოჯახებზე, რომელსაც საბოლოო ჯამში ერთგვარი თავფურცელი არ აქვს. ამიტომ რეალურად იმ წესის მიხედვით, რომელსაც დიდებს გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფი ამ შემთხვევაში უბრალოდ მას არ აქვს უკვე ეს ხელზე არსებული დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად ეს მართლა ასე იყო, ამიტომ სამუშაო ჯგუფს თუ ჰქონდა დავალებული და შეეძლო დაუშვათ მრავალსართულიანი ბინების შემთხვევაში თავის გადაწყვეტილება მიიღო, მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო ამარტივებს სიტუაციას და აქ პრობლემას ვივხედავთ. უბრალოდ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ დაგვჩენოდა ეს ადამიანები გარეთ, რომლებსაც რეალურად აქვს ეს პრობლემა და ეს გადაწყვეტილება რო შესულიყო, ფაქტობრივად ისინი გარეთ რჩებოდნენ. მართალია ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება თორმას შევქმნით. და მეგონი ხელმძღვანელებიც ამ კომისიის ამას დაგვეთანხმებენ ეს საერთოდ ჩვენი მხრიდან წამოვიდა ბრძოლები საერთოდ კომისიის მხრიდან რომ მუშაობის პროცესში წავაწვდით სწორედ ამ პრობლემებს რომ ფაქტიურად არსებობდა ვიცით ახლა განხილვის დროს რომ ეს ოჯახები ბაზაც არსებობს ჩვენებოდ რაღაცა ასე ვთქვათ ოფიციალურ დასკვნებს ვერც მოასწრებდნენ წარმოდგენას იმასაც წარმოდგენასაც ვერ მოასწრებენ და რაღაც თავფუძელი და ამის გამო მოსახლეობას უარი უთხრათ მე მგონი ცოდვებია თვითონ ჩვენ წავაწვდით რამოდენიმე საქმე უკვე რამოდენიმეჯერ გავაჩერეთ და რაღაცა ამასთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ ამას მიიღებთ გადაწყვეტილებას. მეგონი ყველაფერი ეს შეგიძლია მინდა არასდროში ჩვენთან იყო პიროვნება მოსული ასეთი გაჭირებული ბატონობა მისისთვის ძალიან დაიარჩინა ფაქტობრივად უსაკარო შევანაზე არის მაგრამ მრავალსულიანი ერთი არის დაოჯახებული ვაჟიშვილი, მეორე ვაჟიშვილი ყავს დასაოჯახებელი კიდე არიან რამოდენიმე სულში და თუ შეიძლება რომ მაგალითად თქვა 60-იანი თუ მოუწევს ფაქტის მიხედვით ან რაოდენობის სულადობის მიხედვით
თქვა ერთოთახიანი და ოროთახიანი სასარგებლო გაიერთესო აი თომნაიყო ასეთი და ამ საკითხთან დაკავშირებით კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე, მაგრამ პირდაპირ ვამბობ ახლა. იმდენად ისეთი სიტუაცია გვაქვს, დასაყოფ ოჯახებს ახლა არ ამგონია რაღაცა პრივილეგია ქონდეთ. დასაყოფ ოჯახებს საუბარი. არა, ერთად არიან იქ და ამიტომ სამწუხაროდ სოციალური ადამიანები ერთი ოჯახი და მიშები კომუნიკაცია და იმჟელებს კომისია გაქცევენ პასუხს აგის პირად. ანუ ეს კომისია მიიღებს. შეიძლება ეს ხალხებით კოლექტივო თითოეულ ჩვენ განისალიან დიდი ინტერესს წარმოადგენს ეს არაჩვეულებრივი პროექტი და მათ წინადადება წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მუხლი პირველის პუნქტის მეორე აბზაცით პროექტში შევიტანოთ სტილისტური ცვლილები, რომელიც რა თქმა უნდა აწვის პროექტის შინაარსს და კერძოდ სასურველია, რომ ტექსტი ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ფორმით. სამუშაო ჯგუფს გამონაკლისის შემთხვევებში აქვს დისკრეციული უფლებამოსილება. განცხადების განხილვისას არ გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები და გამოიყენოს ინდივიდუალური მექანიზმი იმ პირობით, რომ დასაბუთებული იქნება პირის ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის აუცილებლობის მიზეზი. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს საცხოვრისში არსებული ბინების საერთო რაოდენობის არაუმეტეს 30%-ისა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არის მხოლოდ სტილისტური შესწავლა და არა შინაარსობრივი. ის გამომდინარე, თავადობრივად, რა თქვენ არ გაითვალისწინოთ განცხადების განხილვისას? არა, მე ვიწერია ზუსტად, აი ახეთ სამუშაო ჯგუფს გამონაკლისის შემთხვევებში აქვს დისკრეციული უფლებამოსილება განცხადების განხილვისას არ გაითვალისწინოთ. უბრალოდ წინადადება გაუმართოს სტილისტურად. განცხადება რა? ატენა? განცხადებას ამატე? არაფერს არ ვამატებ წინადადებაში, დალაგდება ხო, ანუ განცხადება ემატება, ხო? განცხადება ვიწერია ესედაც პირველ ვარიანტში, მაგრამ წინადადება გაშორდეს სტილისტურად. არაფერი პროცენტობაც წარმოდგენილი იყო 30. სტილისტურად გამართა წინადადება და სრულია. შინაარსობრივად არანაირად არ ცვლის. ასწავლების განცხადებას როგორც ვიწერია ბატონო არჩი და აქ წარმოდგენილი ეს არ არის რაღაც ისეთი განაცხადების განაცხადების განხილვისას არ არის პრობლემა. უბრალოდ სტილისტურ ჩასწორებას ვთქვი, არ ვიცი ეს მასწავლებლის თვალია თუ რა არის პრობლემა. ეს უბრალოდ გასაგებია ეს მაგრამ კანონის ენა სხვა გასაგებია ვფიქრობ არაფერს განაცხადებია პრობლემა. არაფერი არ არის, წინადადება არის არასწორად დალაგებული. რატო, აბა? მე გითხარით და რა ვიცი თუ დავჭერთ. არა, დაასაბუთო თუ რატო? უბრალოდ ასე იწერება. ასე შინაარსი უნდა შეიცვალოს, ანუ შინაარსი მე შემიძლია გამოგიდგინოთ. ჩართული არის არასწორად წინადადება. იქ შემოგვიზამო სამუშაო ჯგუფს განცხადების განხილვისას ასე განაცხადია, განაცხადის განხილვისას. განაცხადის? ხო. აგირო გადმე. ბატონო არჩი შემიძლია ჩემი ვარიანტი როგორც წარმოვადგინო. აგირო სიტყვა. აქ კომისია განსაზღვრა. ადრიალა და სამუშაოები დავიწყოთ. აგი გამიგდარია განაცხადის განხილვისას სამუშაო ჯგუფს სამუშაო ჯგუფს განაცხადების განხილვისას. მეტყველების ნაწილებს წინადადებას შინაარს არ ცვის არანაირად. წინადადება იქნება უნდა იყოს.
განაცხადებია და განაცხადია აქტუალურობა და იგი მოიწევა განაცხადები ყოფილი ზუსტად არ ვიღებ ბატონო არჩილ განაცხადს უბრალოდ მე განაცხადია ორიენტირებული დაგეგმება და ამიტომ აქ უპირატესობა განაცხადი გამიგონუწება განაცხადებისა განთელ ბატო თქვენ ამ კონტექსტში რო განიხილავს ბოლოს ამავზას და ამ სიტუაციაში გასაგებია შემდგომ თელ აგენების ტექსტში ვიდრე განაცხადება განაცხადებს უნდა მოიძებნოს ეს ცვლილება და არაფერ შეიძლება სამუშაო ჯგუფის უნდა გავისხოთ ქართულს მოძებნა მას აბოს პრობლემა არ ჩაიდება. განაცხადებია თელი ტექსტი. აქცენტი აღება ტექსტი და კონტექსტში ხდება განაცხადები. კარგი ბატონო, ვინც მოგრეხავთ რომ დამდგენილება ვიღოთ აი ამ საკითხს მხოლოდ ხელსაწყოები და დაწესებულებები. ალო, წინამდეგი დავდივართ ერთ-ერთი საკითხზე, ეს არის უნივერსიტეტის საკუთრებაში იგივეა, რომ დავით ესეც გამომალეგებას უნდა გავაკეთოთ ეს მიზანს. ანალოგიურია როგორც თენდას ვაკეთებთ. არა იქ სახელმწიფოს ამასაც ესეც სახელმწიფო შეიძლება აი გოს სამინისტრო საერთო და ასე შემდეგ. ეს აგუპია. დეტერმინეში შეცვალე იგივე იქ. ეს მოვაცილე. ეს ბატონო, ის მომხრეხარ რომ ვიღოთ ეს გაგულება 4 ხელზე გადასტურებს. ალო, წინამდეგი. გადავდივართ მე-12 საკითხზე. რუსეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შესაძლებლობის შესრულებაზე მუნიციპალიტეტის სამგზავრო საკითხის საანგარიშო პერიოდში გამოცდილება მუშაობდა და შესწავლიდა სამართლებრივ და წინასწარ შემდგენელი გეგმის მიხედვით, რომელიც იყო დაფიქსირებული საგრაფო სტატუსით. ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილებასთან ერთად ხდებოდა სახელმწიფო შესაძლებლობის გეგმის ცვლილება. საანგარიშო პერიოდში გამოცდილების მიერ პროგრამებულია 354 ხელშეკრულება. მათ შორის გამარტივებული წესები. ადრეულ მეგობრებო აი მიკროფონი ვერ სიჩუმე უნდა და მიკროფონი შეიძლება გავიბანო. გეინორი სიგანი არის მიზა. ასე გადავწყვიტოთ მაი პრობლემა ყველა სტომაზე მაგაზია საუბარი არის მიზა და ბოლო რა პრობლემაა მაგით. ამდენხანია მაგას წელიწადზეა საუბარი. სიჩუმე იყოს ყველა საუბრო. ყველა ვერ საუბრობს ხომაღად ხანდაბლა საუბრობს არის მის სიჩუმეც ომებს. საანგარიშო პერიოდში განყოფილების მიერ მომზადებულია 354 ხელშეკრულება. მათ შორის გამარტივებული წესით 274, ხოლო სატენდერო პროცედურებზე დაახლოებით 78. აღნიშნული ხელშეკრულებებით განხორციელებულია სულ 13.492.382 ლარის საქონლის მომსახურებისა და სამუშაოების შესრულება. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სახელმწიფო შესაძლებლობის განხორციელება სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგ უმთავრეს ფუნქციებს. საბიუჯეტო სასწრაფოს რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენტული უნარიანი გარემო შექმნა და შესყიდული პროცედურის გამჭირვალეობა. ეს არის ძირითადი ფუნქციები, რომელსაც
გამგეობა გაყოფილება ახლავს თავს კარგად. რაციონალური ხარჯვა გულისხმობს, რომ სახით რაც შეიძლება მეტი ოდენობის ან ის საქონელი მომსახურება სამუშაო უფრო იაფად შეესყიდო. ამისათვის არ არსებობს არც ერთი გამარტივებული შესყიდვა, რომელსაც ჩვენ პირდაპირ პროცესით ადრე ერთმანეთთან მოლაპარაკებას უნდა მასე ვახორციელებთ. რამოდენიმე ობიექტში მიდის ჩვენი წერილები, რომ დაგეგმილი გვაქვს ამ შესყიდვის განხორციელება, თუ მოვაწოდოთ ინფორმაცია ფასებისა და მოწოდების პირობების შესახებთან, ამის შემდეგ ხდება შერჩევა და ძირითადად ხელშეკრულება უხდება მას, ვისაც ყველაზე დაბალი ფასი აქვს. ეს ერთმანეთთან მოლაპარაკების დროს ჯანსაღიანი კულტურული გარემო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული შესყიდვებში, როცა ტენდერი ცხადდება, შესაძლებლობით არავინ არ დაშაგვილა და არც იჩაგრება. რატო გულისხმობთ იმას, რომ რაიმე ისეთი სახის შეზღუდვა, რომელიც კონკურენციის სააგენტოს შენიშვნას გამოიწვევდა, ჩვენს მიერ განხორციელებული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო მაშინ არ იყო. და შესყიდვის პროცედურის გამჭვირვალეობა. ეს უზრუნველყოფილი არის ელექტრონული ტენდერების და გამარტივებული ელექტრონული ტენდერების ჩატარების საშუალება. სხვათა შორის ამაზე არსებობს ძალიან ბევრი გამოთქვა, სხვადასხვა კუთხით უყურებენ, მაგრამ ეს პროცედურა არ იძლევა საშუალებას ეგრეთ წოდებული ჩაწყობის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მოიპოვოს ინფორმაცია, რა შესაძლებელია გამოცხადებული ტენდერი და როგორ მიდის პროცედურა. რომ პროცედურის დარღვევას თუ აქვს ადგილი, ნებისმიერ პირს შეუძლია ამაზე ინფორმაციის მოპოვება ტენდერის მიმდინარეობის პირობებში კი არა მარტო, ამის შემდეგაც. და კანონში გასულწეს შევიდა ცვლილება, რომ ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულის გამოვლენისთანავე კი არ ხდება, არამედ 3 სამუშაო დღის შემდეგ, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისამდე. ეს პერიოდი სწორედ იმიტომ არის, ერთი ზოგჯერ ჩვენ გულისხმობა იმაზე, რომ გოჩქარება, საქმის დაწყება და ხელშეკრულების გაფორმებას კანონი არ იძლევა, ჩვენ სურვილი გვაქვს, მაგრამ მეორე ის არის, რომ თუ აქ რაიმე დარღვევას ჩათulis ვინმე, მას შეუძლია მიმართოს სახელმწიფო შესაძლებლობის სააგენტოს და ეს პროცედურა შეჩერებული შეიძლება იყოს. ძირითადად კი არა, გასულ წელს და წინა წლებშიც ჰქონია ესეთი სერიოზული ხასიათის შესწავლები და შენიშვნები. ჩვენ პროცედურები არ გაჩერებულა, ყველა შესყიდვა განხორციელდა წარმატებით. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 78 სატენდერო პროცედურა, როგორც გითხარით. ამ პროცედურების საშუალებით გამოიცა 9,523,528 არის ღირებულების საქონელი მომსახურება და სამუშაო უნდა შესყიდულიყო. აქ ეკონომია გაკეთდა 17,865,000 ეკონომია, რაც ნატურალურად თანხაში შეადგენს 1,673,891 ლარს. ტენდერები ეს დაიზოგა. ეს დაზოგვა აისახება იმაში, რომ იგივე თანხები ჩვენ შევასრულებთ, უფრო ის სამუშაოები, რომელიც დაგეგმილი იყო და რისთვისაც ეს თანხები გამოყოფილი იყო. და იმის გარდა ამ თანხებით იმავე შინაარსის დამატებითი სხვა სამუშაოები შესრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული ეკონომია 1,673,800 ლარი. ეს არის მოკლედ წელი ანგარიშის წარმოდგენა შეიძლება თქვა, მაგრამ შესყიდვა არის გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად შესყიდვის განხორციელება, რაც მე ციფრებშიც და ისეც წარმოადგენს. ერთი თქვი რა მოხდა?
არა, კარგი ვინც არის მომხრეს რომ შეფასდეს დაგამოყოფილად, თორსე დინამდეგი. მადლობ ჩვენებურებო. მადლობ ბატონო ამიან. ასენდას გამუშავდა. სოფლის ხარდაჭერის პროგრამის პარლამენტში მიღებული განათლების შესახებ ჩვენი საკრებულოს მეოთხე საკითხი, ისესეგის მეოთხე საკითხის თანახმად ჩვენ უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხები თანხებმა ასახვა ჩვენ ბიუჯეტში ბატონი გია დანებდა სწორედ მაგას ეს თანხა წარმოადგენს 1,404,557 ლარს, რომელიც განაწილებულია ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებზე თავისი დასახლების რაოდენობის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ 74 დასახლებაა სულ და განაწილებულია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით წარმოდგენილია გრაფიკი ეს სოფლის ხარდაჭერის პროგრამა ისაბამისად ჩვენ გავამაგრებთ უნდა განკარგულება თქვენ წინაშეა ბატონებო და ჩვენ ხარდაჭერა შეიძლება ამაზე თქვა უნდა მოგახსენოთ რომ ამ კრიანი თანხიდან 1,404,557 ლარიდან მეორე მუხლი ამბობს სწორედ განკარგულების მეორე მუხლი ამას რომ 62,310 ლარი გამოყენებულია საქართველოს რეგიონების განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი მმართველი ერთეულისთვის თანხის გამოყოფის შესახებ 2016 წლის 4 თებერვლის 175 დადგენილების რომელიც მესამედე დანართის თანახმად დაგვალეცნებული თანადაფინანსებისათვის დანარჩენი რაც შეეხება თანხას 1,342,227 ლარს სწორედ წარმოდგენილია თანდათულ წყილში და ჯამის გადამოწმებული თქვა ციფრები თქვა ერთმანეთს კომპლექს რაოდენობა და მოსახლეობის რაოდენობა თქვა ასე რომ თქვენი ხარდაჭერა ამის საჭირო რომ სწორედ ამ რაოდენობით დაფინანსდეს თითოეული დასახლება თუ რამე შეკითხვებია თუ რომელიმე გამორჩენილია ასე შემდეგ ძალიან გისმენ ბატონო თორე და ისე დანამდვილებით 74 დასახლებული დასახლება კომლების რაოდენობა და სულადობაც აღარ გადაემოწმება დასახლების რაოდენობა კი გისმენ და შეკითხვები გაქვთ თორე და ბატონო პროგრამარი ეჭირება ვინც ოღრე ხარჯიო მეგობრებო 4 ხელისაწევი დავიდასტუროთ მადლობ წინამდეგი და ბატონ მერაბს და ამის საუბარზე მოგესალმებით დიდხანს არ შეგაყურებთ უბრალოდ იმას ახალი უფრო დღეიდან ვიწყებ ჩვენი სოფლის ხარდაჭერის პროგრამების ესე ვთქვათ ან თანხის გადანაწილებას ყველა სოფელზე და მოსახლეობასთან შეხვედრას ანუ პრიორიტეტების განსაზღვრას რომელსაც გაიხარჯება საბოლოო ჯამში ეს თანხა ის ალბათ რომ შეიცვალა ასე ვთქვათ ხარჯით ნაწილში ხარჯის ფორმატი რომ აღარ იქნება პირდაპირ გაფორმება ხელშეკრულებების ასე ვთქვათ ერთმანეთთან მოლაპარაკების სახით ყველაზე გამოცხადება ტენდერი აუცილებლად ამიტომ მე მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენთანაც რომ განსაკუთრებულად მოვემზადოთ განსაკუთრებულად ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ქონდეს აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან იმასთან დაკავშირებით რომ რაც შეიძლება ნაკლები ასე ვთქვათ და უფრო მასშტაბური პროექტები შევარჩიოთ იმისთვის რომ ახალი უფრო კარგი იყოს ეს ყველაფერი და დაუშვათ არ გადანაწილდეს და არ გაექსაქსოს ისე რომ მომავალ წელს არაფერი არ გოს და მრავალწლიანი პროექტები გავაკეთოთ ასე ვთქვათ წელს ვიწყებთ გურიანთით პირველად დღეს ვიწყებთ გურიანთაში ჩავდივართ შემდეგ თუ ეთნება სული რა თქმა უნდა ყველას გეპატიჟებით შეგიძლიათ ჩამოვგზავნოთ დაეცოთ ამ წრეებს ასევე წელს ვისაუბრებთ სოფელ მახარაძეში და შემდეგ გადავდივართ ასაკირალეთ დავამთავრებთ დღესდღე ყოველდღე გვექნება 3-3 შეხვედრა ყველგან და ასევე ის 62,000 ლარი რომელიც იყო ასე ვთქვათ მეტობით წელს წამოსული თანხა ეს მიიმართება
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანადაფინანსება და 5%-იანი თანადაფინანსება გვაქვს. ასევე იმ საერთო ეკონომიით, რომელიც ასე ვთქვათ, ტენდერის მეშვეობით მე დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი ეკონომია გაკეთდება ამ კუთხით და ერთ პროექტს შემდეგ თქვენივე გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, შევარჩევთ რომელიმე სოფელს, სადაც ერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაგებით მოვეკიდებით ყველანი ამას, ამიტომ თქვენი ჩართულობა ამ ყველაფერში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ ვთხოვთ ყველას თქვენის მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტებზე საჯაროდ ვისაუბროთ, რომ მომზადებულები გავხდეთ, ასე ვთქვათ, ამ პროექტების განხილვას, რომელიც იქნება სოფლის კრებებში. სხვა რა ვიცი, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ლევანდელი ისთვის, ძალიან დიდი საქმეებისთვის, რომელიც დღეს გადავწყვიტეთ და ძალიან ბევრი საკითხი საქმეს აუცილებლად გრაფიკის ნახვასაც შეიძლება, ბატონო, რომელ სოფლებში დოდოს. გრაფიკის ნახვას ჩვენ გამგზავრდებით ადმინისტრაციაში დაგირიგდებათ. ჩვენ გვაქვს იგენაც ვარ გამოყენებულიცაც არა პრობლემა, ამიტომ ყოველდღიური შეხვედრები გვექნება სამ-სამად გადავანაწილეთ და ყოველ დღეში სამ სოფელში, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავახდინოთ, ასე ვთქვათ, ამ სამუშაოების დაწყებას. დიდი მადლობა. ეპიზოდი. ვიძინა მესხი ისიდან თუ ინტერნეტით მოვიდა. ასეთი რამეა მოგახსენოთ, რომ პროექტში მაქვს 1000 კვადრატული მეტრი საკამედამო ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს დაჭაობებულ ადგილზე. 2015 წლის დასაწყისში გამოვიტანეს სესხი და დავამტკიცებინა სასტუმროების სახლის სასაშენებელი პროექტი. ავიღენება მშენებლობა და დაიწყო დაჭაობებული ნაკვეთის ამბოზვინვა, რასაც დაშიჭდა კომპოზის მოდელის ავტომობილის ასოცირეისი ხელში შემოტანა. ამის შემდეგ დავიწყო მშენებლობა, რომელიც დავასრულე 2015 წლის ივნისის ბოლოს. ვინაიდან არ მქონდა საფრთხე გზა, ვერ მოხერხდა გამსხვილების მიღება, რამაც დაამძიმა ჩემი კრედიტის გადახდის პროცესი. წლევანდელ სეზონზე გზის არქონის გამო რომ ვერ მივიღო დამსვენებლები, ვეღარ შევიდა სისხლის დაფარვას, რაც ჩამაგდებს სრულიად ამოვან მდგომარეობაში. ამიტომ უმრავლესად გთხოვთ დამეხმაროთ 100 მეტრის სიგრძის დროებითი გზის მოწყობაში, რაც ასევე დაეხმარება გზის ამქონე მეზობელი 6 ნაკვეთის ფლობელს აერთი გამედამოების მოზვინვისა და ეს გოსპოს ყოველის მორავლების კერასას და სასტუმროების მშენებლობის დაწყებაში ზოგიერთი ხანდა უკვე დაგრძელებული პროექტი. თქვენი დახმარება კიდევ ერთი წინადადებული ნაბიჯი იქნება კულტურების ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. წინასწარ გიხდით მადლობა თანამდებობისათვის, გადმოსცემეთ გიზინა მესხის. მე იქ არის ერთი პროექტი და საკანალიზაციო კალავიდების სისტემაში შედის 26 მეტრი უწევს იმას მეტრიდან. ეს პროექტი რომ მიდიოდეს იქ ის პრობლემა არ იქნებოდა. იმის იქ არ წერდება. მაგრამ მას შეუძლია დამოუკიდებიათაც რაღაცა გავაკეთო და ხელშეწყობა უნდა. მერე გადის წყალგამტარი არხი გადის იქ გზაზე. აი ჩიხივით აი წყალგამტარის ვარიდოთ ამ გზას მე თავიდან არ იცოდა ცოტა შეიძლება ამ სასტუმროს. ო არა, იცოდა, არა, იქ მოუწია რა გვეთქვა. მე ასე გავაკეთე, შეისწავლე სამას. ველარებში და შესამე სამსახურთან ერთად ბალონოგელა, ჩვენ შესამე სამსახურთან ერთად. გამგეობის და მოახსენე და გამგეობას ასევე შეიძლება და შეიძლება მეოხმარო და თუ რაღაც ისეთი არა, ხო აბა პრობლემა თუ შევხედავთ იმას რომ რეალურად შეიძლება რაღაცა გადაუწყვეტოს ადამიანს დავეხმარებთ რა თქმა უნდა. შეიძლება იმათობის გამოყენებაში ჩვენ მივმართავთ ბატონ ბიძინას აბა შეიძლება რომ გამგეველის აქვეა და საკონსტრუქციო და ეს არის ბიზნესის და შეუძლო ჩვენ მაქსიმალურად შეისწავლიან ამ სიტუაციას რა არის როგორ არის და მივეხმარებით და მისარგებლებს დინამიკების შემოგვივა რა და უჯის მოდერაციასთან დაკავშირებით მართლა პრობლემაა. დიდი პრობლემაა ხალხის მოთხოვნა
დაწყებული არის ფედერაცია, იმის შემდეგ კიდე აშენდა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და ამან გამოიწვია, აი რო იყო მეხუთე ნომერი და მიდიოდა მეათე, იმის შემდეგ გამოვიდა და თუ შეიძლება მისდაწყდეს საჯარო რესტორნის დახმარება მაგაზე მივიღეთ დადგენილება გვაქვს მიღებული რაღაცა დაკავშირებით. სხვა პრობლემები გვაქვს და მუშაობ მაგ პრობლემებთან დაკავშირებით. ადამიანური რესურსების პრობლემები გვაქვს რაღაცა დაკავშირებით და მუშაობ.